18 წლამდე გოგონათა შორის ფრენბურგში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები რუსთავის სპორტის სასახლეში დაიწყო. საქართველოსა და ავსტრიის გუნდების შეხვედრა ანგარიშით 1-3 დასრულდა. მატჩის დაწყებამდე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გოგონათა საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანელ და ფრანგ ფრენბურთელებს 28-29 მარტს დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრებიც რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც დასწრება თავისუფალია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესეთი მაღალი დონის სპორტული ღონისძიება ჩვენს ქალაქში. ამის შესაძლებლობა ახალმა სპორტულმა ინფრასტრუქტურამ მოგცა, უკვე მეორე წელია ფრენბურგს მასპინძლო ჩვენი ქალაქი და ის პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. იმართება საერთაშორისო დონის ტურნირი. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების კურსი, რაც დაკავშირებული არის სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციასთან, არის აბსოლუტურად სწორი. რუსთავი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მეორე რაუნდს. ძალიან კარგი გარემოა, ეს არ არის პირველი ტურნირი, რომელსაც რუსთავი მასპინძლობს. ეს უკვე მეორე რაუნდია და ასე რომ აქ გამარჯვების შემთხვევაში გვაქვს შანსი, რომ გადავიდეთ ფინალურ ეტაპზე.